ჩემ გვერდდა სასკოლო ლიგის ხელმძღვანელი ოთარ აბულაძე. დილამშვიდობის ოთარ, მადლობა მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს, მადლობთ. ოთარ, სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ იმ სიახლეებზე, რაც სასკოლო ლიგას აქვს და იმ წარმატებების შესახებ, მანამდე მოდით მცირე ექსკურსით, როგორ შეიქმნა, როგორ ჩამოყალიბდა სასკოლო ლიგა და რა არის მისი მთავარი მიზანი, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. კარგით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. სასკოლო ლიგა 2019 წელს დაფუძნდა და შეიქმნა. ეს იყო თბილისის საკრებულო სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივა და ძირითადი და მთავარი მიზანი ეს იყო ახლებური სასკოლო საშეჯიბრო სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ სისტემაზე, სადაც სკოლის მოსწავლეებს მოუწევთ მთელი წლის განმავლობაში სპორტული ცხოვრებაში ჩართვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, ეს რთულია და დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ სასკოლო ლიგის განვითარებამ გარკვეული ეტაპები გაიარა, საკმაოდ წარმატებულად და აი უკვე შარშან შეიქმნა 5 წლიანი განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ 5 წლის თავზე აი ესეთი ახლებური სისტემით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნებში აპრობირებული სისტემა, აი ესეთი სისტემით ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა იმ სახეობაში, რა სახეობაშიც ამა თუ იმ სკოლას ექნება სურვილი და ბავშვებს, ასე რომ ამ სისტემით ჩვენ, როდესაც გავალთ ბოლოში, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გვექნება, რომ ყველა ბავშვი მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოთ სპორტული ცხოვრებით. რა სისტემაზეა საუბარი, შეგვიძლია ვთქვათ, და კონკრეტულად ეს 5 წლიანი სამოქმედო გეგმა რას მოიცავს? ახეთ ადრე იყო საბჭოთა კავშირის სპარტაკიადები, ამერიკაში არის კოლეჯის ლიგები. ეს არის ტურნირების სისტემა, რომელიც იწყება სწავლის დაწყების დროს, სხვადასხვა სახეობაში და დასრულდება, როცა სწავლა მთავრდება. ეს არის განათლების სფეროს და სპორტის სფეროს გაერთიანება, ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან ეფექტური არის, ეფექტური არა მარტო როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კუთხით, არამედ სპორტული მიმართულებითაც, პროფესიული სპორტული მიმართულებით და ასევე განათლების მიმართულებითაც. და აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ეს სისტემა დაიშალა. რასაკვირველია იყო სპორტი სკოლაში და არის კიდევაც და უბრალოდ ეს იმ გამოწვევებს, რაც დღევანდელ დღეს არის საზოგადოებაში ვერ პასუხობს, მით უმეტეს, როცა დაემატა უკვე ელექტრონული ტექნოლოგიების ძალიან სერიოზული გააქტიურება და პრაქტიკულად ამ გაჯეტებზე მიჯაჭვულობამ, ესე იგი, ახალგაზრდა თაობას და ბავშვებს წაართვა ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არის мотиваცია იმისა, რომ თუნდაც სეზონში გავიდნენ და სპორტით დაკავდნენ აქტიურად. ასე რომ მნიშვნელოვანი იყო უკვე რაღაც ახალი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა ბავშვებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, ეს არის мотиваციის ამაღლება. სულ რამდენ სახეობას აერთიანებს სასკოლო ლიგა? თბილისში ამ წუთში არის 15 სახეობა, თუმცა აი პროგრამის მიხედვით, როგორც გითხარით, ალბათ ფიქრობთ ჩვენ, რომ 25 სახეობას ავსდებით საბოლოო ჯამში. რეგიონებიც ეტაპობრივად ემატება, ახლა წელს ჩვენ 7 რეგიონში ვიქნებით წარმოდგენილი და რეგიონებში სპორტის სახეობები ეტაპობრივად ემატება. წლიდან წლამდე ოთარ, როდის შეგაწყვეტინე მგონი, წლიდან წლამდე ნაბიჯ მოვიდა ეს განვითარება სასკოლო ლიგის და წარმატებები, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ. შეგვიძლია თუ არა სკოლების მეტად მონდომებაზე საუბარი, რომ რაც უფრო მეტად ბევრი დრო გადის, მეტად უფრო მონდომებულია და ჩართულია ამ კუთხით სხვადასხვა სკოლა, რეგიონებიც, რაც ახსენე კიდევაც და ასევე ძალიან საინტერესო ამ კითხვასთან ერთად მინდა, რადგან 2019 წელს შეიქმნა სასკოლო ლიგა, ალბათ თქვენთვისაც რთული პერიოდი იქნებოდა ეს ცნობილი, საკმაოდ რთული პანდემიის პერიოდი. როგორი იყო ამ წლებში სასკოლო ლიგის მუშაობის პროცესი? დიახ, მადლობა. კი, 2019 წელს შეიქმნა, პრაქტიკულად ახალი შექმნილი იყო, როცა სატესტო ღონისძიებით დავიწყეთ ჩვენ თბილისის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით. ფეხბურთის ფედერაციას და მერიას დღემდე ძალიან აქტიურად გვიჭერს მხარს, რასაკვირველია, ამაზე კიდე ცალკე შეიძლება ვთქვათ ორი სიტყვა მხარდაჭერების შესახებ და მალევე დაიწყო პანდემია, რაც პრინციპში სერიოზული პრობლემა
პრობლემა იყო განვითარების საწყის ეტაპზე, თუმცა ეს კარგად მოფიქრებული იყო თავის დროზე, რასაც ჩვენ ვაპირებდით, ასე რომ პანდემიამ უბრალოდ გადაავადა ერთი წლით ეს ყველაფერი, დიდად ხელი არ შეუშლია. რატომ? იმიტომ რომ ონლაინ სივრცეში არ გამოვიდოდა. ონლაინ სივრცეში არ გამოვიდოდა, დიახ. ჩვენი ტურნირები ტარდება უმაღლესი დონის ორგანიზატორების მიერ, რომლებსაც აქვთ ოლიმპიური, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შესაბამისი სერტიფიკატი და ისინი პრაქტიკულად მოტივირებული და ესე იგი ყოველდღიურად ფიქრობენ თუ როგორ გახადონ საინტერესო ეს ღონისძიებები. ბავშვებისთვის არის ელექტრონული პორტალი, რომელიც წელს უკვე ახალი ელექტრონული პორტალი გვექნება უნივერსალური. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც ერთ სპორტის სახეობაში, არც ერთ ტურნირს ასეთი პორტალი არ ექნება. პროფესიონალურ სპორტის სახეობებზე მაქვს საუბარი, სადაც ყველა მონაწილეს თავის პროფილი აქვს, არის ძალიან აქტიური სოციალურ სივრცესთან, Facebook-ი, TikTok-ი, Instagram-ი, იღება კლიპები, თამაშები იღება და, მოკლედ, ყველანაირი, ასე ვთქვათ, ატმოსფერო და ყველანაირი ინსტრუმენტი არის გამოყენებული იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მოუნდეთ ჩართულობა და დაელოდონ არა წლიდან წლამდე არ უწევთ ასეთი გრძელვადიანი ლოდინი, მათ უწევთ კვირიდან კვირამდე და სულ შემთხვევაში 2 კვირა მოცდა, რაც თავის მხრივ ფიზკულტურის გაკვეთილს სკოლებში უკვე საერთოდ სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. კიდევ ერთხელ მიუბრუნდები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რამდენი წელი გავიდა და ფიზკულტურის გაკვეთილი, რომელიც სპორტის გაკვეთილი რეალურად აზრი ქონდა დაკარგული. თქვენ ხა ისე რაც გეცოდინებათ. შეიძლება ზოგან არ სტარდებოდა. ხო, შეიძლება ზოგან არ სტარდებოდა და დროის შესაყვანად უფრო იყო, ხო? კი, დიახ. და ახლა უკვე აი ამ პროექტის შემდეგ მნიშვნელოვანი გახდა მოსამზადებელი პერიოდი. ვინც სისტემატურად მონაწილეობს ჩვენს ტურნირებში, ისინი გადიან თვითონ შიდა სასკოლო მომზადებას და ემზადებიან ამ ტურნირისთვის, თვითონ მთელი წელი არის და ძალიან პრესტიჟულია. აქედან გამომდინარე, აი ეს სპორტის მასწავლებელს დაუბრუნდა თავისი რეალური ფუნქცია და ჩვენ თქვით, რომ სასკოლო ლიგა 25 სახეობას, სპორტის 25 სახეობას აერთიანებს, ხო, როგორც მახსოვს, კი, გააერთიანებს და უფრო მეტწილად სპორტის რომელ სახეობაზე არის მოთხოვნა, ასე ვთქვათ და დღევანდელი ახალგაზრდა თაობა უფრო მეტწილად სპორტის რომელი სახეობით არის დაინტერესებული. და აი განვითარების კუთხით სხვა შედარებით უფრო ნაკლებად ინტერესის სფეროში რომელიც ხდება, აი განვითარების გეგმა როგორი არის, რომ უფრო პოპულარული გახადოთ ის სპორტის სახეობის სხვა დანარჩენი ნაწილი. ძალიან კარგი კითხვა არის, მადლობა. ზოგადად ნახეთ, მინი ფეხბურთი არის სახეობა, რომელსაც არა მარტო საქართველოში, მთელ სოფლიოში ყველაზე მეტი მოთამაშე ყავს. მე არ მეგულება ადამიანი, ბიჭი ყოველ შემთხვევაში მამაკაცი, რომელსაც მინი ფეხბურთი არ უთამაშია და ჩვენ თანამშრომლობთ აქტიურად მინი ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის წევრია და მინი ფეხბურთის ტურნირი ჩვენი ალბათ არის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე მეტი ახალგაზრდა არის ჩართული. ასევე ძალიან დიდი ჩართულობა არის ფრენბურთის ტურნირში. მე ვერ ვიტყვი, რომ სადმე არის პატარა მცირე ჩართულობა, მაგრამ ესენი გამორჩეული სახეობებია და არის აქ სასკოლო ლიგა თვითონ განვითარების გეგმას და ზოგადად ეს პროექტი ითვალისწინებს განსაკუთრებულ მიდგომებს იმ სახეობებისადმი, რომლებიც ერთი არიან ოლიმპიური სახეობები და მეორე, სადაც ჩართულობა სხვადასხვა მიზეზების გამო არის ნაკლები ზოგადად, როგორც პროფესიონალური, ასე ისე ზოგადი ჩართულობა. მაგალითად, პნევმატური იარაღით სროლა, მაგალითად ფარიკაობა, მაგალითად მშვილდოსნობა, ფარიკაობა ესე იგი ბოლო წლებში პოპულარული გახდა უფრო თვითონ ფედერაციის დამსახურებით და სანდრო ბაზაძეს გამო. თუმცა მაინც არ არის ის ჩართულობა, რაც უნდა იყოს, ისევე როგორც პნევმატური იარაღით სროლაში და ამ შემდეგ. ამ სახეობებში სადაც
ზოგადად პროფესიონალური სპორტსმენიც ცოტა გვყავს. სასკოლო ლიგას აქვს განსაკუთრებული მიდგომა. ჩვენი პარტნიორი არის თბილისის ჯგუფი, რომელმაც ახლა ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა აგვიშენა და ამის გარდა ეს თბილისის ჯგუფი აერთიანებს პროფესიონალურ კლუბს თბილისს. ამ კლუბს აქვს სექციები სპეციალურად სასკოლო ლიგისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ პირობითად ფარიკაობის მაგალითს ეგეთყვით, არსებობს ფარიკაობის კლუბი, რომელიც 14 წლამდე ბავშვებისთვის ეტაპობრივად არის უფასო. მაგალითად, სამთვიანი უფასო კურსები ტარდება, შემდეგ ამ ბავშვებში ჩატარდება სასკოლო ლიგა და მე უკვე ვინც გამორჩეულია სასკოლო ლიგის აკადემიაში ირიცხება და პრაქტიკულად სწავლის დამთავრებამდე სკოლაში ის უფასოდ ვარჯიშობს, გამორჩეულებზე მაქვს საუბარი, ხოლო დანარჩენები 3 თვე უფასო კურსს გაივლიან თბილისთან შეთანხმების საფუძველზე და ესე იქნება ყველა იმ სახეობაში, სადაც ჩვენ დამატებითი რესურსი გვჭირდება იმისთვის, რომ გავაცნოთ ეს სახეობა, პოპულარიზაცია გაუწიოთ და ჩავთოთ მასში მოზარდები. როგორც გითხარით, ეს ამ შვილდოსნობა, ფარიკაობა, მიზანში სროლა და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ, თანდათანობით იზრდება ჩართულობა. ეხლა 50-მდე ბავშვი არის ფარიკაობაში ჩართული ტურნირი, როცა ჩავატარეთ 50-მდე ბავშვი ვარჯიშობდა ჩვენთან, რომელიც მანამდე არ იყვნენ მოფარიკავეები, ასე ვთქვათ. ახლა პერსპექტივა აქვს და საერთოდ საკმაოდ ნიჭიერებიც აღმოვაჩინეთ, ასე რომ აი მასობრივი მიმართულების გარდა, რომელიც თავარი მიზანი არის ამ პროექტის და ესე იგი ამ ხრივ ნამდვილად გამორჩეულია, იმიტომ რომ მთელი წელი ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული, აქვს პროფესიონალური მიმართულებაც, რომელსაც ჩვენ უშუალოდ ფედერაციებთან შეთანხმების საფუძველზე და ფედერაციების კონსულტაციების საფუძველზე ვაკეთებთ. ეს არის სასკოლო ლიგის აკადემია და კლუბი თბილისი. ოთარ, აი დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები სასკოლო ლიგის მონდომებით, თქვენი ძალიან დიდი მონდომებით და ჩართულობით დარწმუნებული ვარ ხვალდაზეგ ჩვენი სხვადასხვა სპორტის სახეობაში ჩვენი ეროვნული ნაკრებების წევრები იქნებიან. ამის დიდი იმედი მაქვს და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ პრინციპში. საინტერესოა, რამდენად არის დაინტერესება გულშემატკივრობის კუთხით, იმიტომ რომ აი ის ბავშვები, რომლებიც ნამდვილად იქნებიან ხვალდაზეგ ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრები, მათ კულტურული გულშემატკივრები სჭირდებათ ნამდვილად. ამ კუთხით რამდენად არის განვითარებული სასკოლო ლიგა და დაინტერესება საზოგადოების მხრიდან, რომ აი ამ ბავშვებს ყავდეთ გულშემატკივრები და უგულშემატკივრები თითოეულ თამაშს. და ერთად დავამატებ, გარდა აქ შიდა ამ გამართული შეჯიბრებებისა და ასე შემდეგ, საომავლო პერსპექტივა როგორი არის, თქვათ, შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხდეს, თქვათ, სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობა და ჩართვა მათი. გიპასუხებთ, მადლობა. პირველად იმაზე გიპასუხებთ, რა პერსპექტივა აქვს პროფესიონალური მიმართულებით, ამას დავასრულებ, მე გულშემატკივარზე გადავალ. ახლა ერთ მაგალითს გეტყვით უბრალოდ. მინი ფეხბურთის ლიგის ბაზაზე შექმნილი არის 2 კლუბი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს. ეს არის სასკოლო ლიგის აკადემიის კლუბები, ასე ვთქვათ, რომელიც ამავე პროექტის ნაწილი არის და რომელიც არის პროფესიონალური მიმართულება. წარმოვიდგინოთ, მინი ფეხბურთში თბილისში ჩართულია დაუშვათ 5000-მდე ბავშვი და ამათი ნაკრები მონაწილეობს საქართველოს ჩემპიონატში ფუტზალში. და აი ვინც მონაწილეობს ფუტზალში ამ წუთში მესამე დივიზიონშია პირველ ადგილზე შარშან ახალგაზრდული ლიგა მოიგო. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ფუტზალის, რომელიც ახლა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა შესარჩევში და პირველად მოვიპოვეთ გამარჯვებები. აი ახლა ჩვენ მეგონი ამ კადრებს უყურებთ 12 მოთამაშე იყო ნაკრებში და 12-ვე სასკოლო ლიგის აკადემიის წევრი იყო. ასე რომ აი ეს მიმართულება ძალიან აქტიურად მუშაობს. შეხება ასევე ეხა სროლაში სხვადასხვა პრიზები მოიგეს საერთაშორისო ტურნირებზე დიდხნიანი შესვენების შემდეგ ახალგაზრდებმა და ესე იგი გოგონა თამუნა მარშავა გახდა
ევროპის ჩემპიონი, მეორე ადგილზე გავიდა გუნდურ შეჯიბრში, სასკოლო ლიგის ორგზის გამარჯვებული არის და ასევე ვაჟი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე რეკორდი დაამყარა და ესეც სასკოლო ლიგელი არის. მოკლედ, კარგად მიდის საქმე ძალიან და გულშემატკივრობას რაც შეეხება აი მაგალითად ერთ ვიდეოს თითქმის 200,000-ზე მეტი ნახვა გვაქვს ესეთი ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ნახვა აქვს ჩვენი მნიშვნელოვანი თამაშები, სადაც ტარდება იმ კონკრეტულ ლოკაციებზე პრაქტიკულად გადაჭედილია და მთელი სკოლა არის ჩართული, ზოგადად ძალიან მოსწონს გულშემატკივარს ეს პროექტი და ძალიან აქტიურადაა თვითონ ჩართული. და კიდე ერთი შეკითხვა იყო, რომელიც ამასოდეს. საზღვარგარეთ რამდენად იყო? კი. არის გითხარით საერთაშორისო მინი ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენ დაგვყავს სასკოლო ლიგის ბაზაზე შექმნილი გუნდები, მაგალითად ახალგაზრდული ნაკრები სრულად სასკოლო ლიგელებით იყო დაკომპლექტებული წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე სხვადასხვა ფედერაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე სასკოლო ლიგის აკადემიიდან მათ უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ საერთაშორისო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა და უკვე პარტნიორების ნაწილზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს სასკოლო სპორტის ფედერაციის ჩართულობა ამ პროცესში, რომელთანაც ჩვენ კოორდინაციაში ვიყავით დაარსებიდან, უკვე შარშანდელი სეზონის დასაწყისში მემორანდუმი გავაფორმეთ და უკვე ეს პროექტი საერთო სასკოლო სპორტის ხედვას შეუერთა და ისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს სასკოლო სპორტის ფედერაციას და მათი პატრონაჟით გრძელდება ეს ტურნირი და მათ ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირი აქვთ. ჩვენი ზღადარბჩენია რომ წარმატებები გისურვოთ. თქვენს და სასკოლო ლიგის მონაწილეებსაც. წარმატებებს გისურვებთ და ძალიან დიდი მადლობა ოთარ რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. მადლობა გწონებისთვის, კარგად განდევნო. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ სასკოლო ლიგის ხელმძღვანელი ოთარ აბულაძე.